ნებისმიერ სპორტის სახეობას თავისი ისტორია გააჩნია და მე მეამაყება რომ წარმოვადგენ ისეთ სპორტს კი არა ცხოვრების სტილს მე ვიტყოდი, რასაც ავტოსპორტი ქვია. საქართველოში ავტომობილებისადმი სიყვარული ყოველთვის პოპულარული იყო. მუდამ გაიგებდით ქალაქში ავტომობილის იმ ხმას, რომელიც გვახვედრებს, რომ ადრენალინმა მოიმატა მძღოლის ორგანიზმში. წლების მანძილზე ავტოსპორტში ჩემპიონატები არ არსებობდა, რის გამოც მოყვარულ მრბოლელებს ქუჩაში უწევდათ თავიანთი შესაძლებლობების გამოვლენა. უკვე 10 წელზე მეტია ტარდება GDS საქართველოს ჩემპიონატი დრიფტში და საქართველოს მსოფლიოს რუკაზე აღინიშნება როგორც ერთ-ერთი ქვეყანა პროფესიონალი მრბოლელებით. დრიფტი დაფუძნდა იაპონიაში 1970 წლებში, როდესაც იაპონიის მთებში მოასპარეზე მრბოლელებმა დაიწყეს მოცურებული ავტომობილით სიარული. ეს ყველაფერი წლების განმავლობაში დაიხვეწა და ჩამოყალიბდა სპორტის სახეობა დრიფტი, რომელიც უკვე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში. მე მიმაჩნია, რომ დრიფტი ეს არის დამატებითი თავისუფლების ხარისხი. ეს არის თავისუფლება, ეს არის თავისუფალი ცურვა. თავისუფალი დრეიფი. რალის რო შევადაროთ, ხო, ძალიან კაი არალი, ხო, ნუ ვიღაცა რბოლელი დადის 200-ით ტყეში და ვერავინ ვერ ხედავს ამას და დრიფტის უნიკალურობა იმაშია ზუსტად, რომ ერთ მოედანზე ხდება და აბსოლუტურად ყველა მაყურებელს შეუძლია შეიგრძნოს, დაინახოს, ნახოს და ბევრი ექშენი წამში მიიღოს, ვიდრე რაღაცა მთელი დღე ელოდოს და ვიღაცის გავლას შეხებს. სპორტი არის შოუ. ანუ ეს ბევრი ბოლი, ეს ბოლელების სხვადასხვა ხასიათის ანუ ყველა მომენტში არის რაღაცა საინტერესო, რასაც დაინახავ და რასაც მოეჭიდები დრიფტის სერიებში. როგორც არ უნდა ვეცადოთ ვთქვათ, რომ ყველაზე პრესტიჟული არის წრიული რბოლა, ან არის რომელიმე სხვა რბოლა, იქ სადაც მაყურებელი ხედავს თავის თვალწინ სრულ ციკლს შეჯიბრების, ინტერესი არის ძალიან მაღალი კონცენტრაციის. მე სანამ დრიფტის წამყვანი გავხდებოდი, მანამდე ჩემს წარმოდგენებში ვინაიდან ავტომოყვარო, ვფიქრობდი, რომ ოდესღაც მეც სწავლ მეთქი ავტოსპორტში. აი ახლა მართლა შემიძლია ვთქვა, რომ ეს ფიქრი და პროგნოზი განახევრებული არის, უფრო ნაკლებია, იმიტომ რომ როდესაც ამ ყველაფერში გინდან უყურებ ვერავინ ვერ წარმოიდგენს ეკრანიდან რამხელა შრომას დებენ ეს ბიჭები რეალურად იმისთვის, რომ ამ ყველაფერს ემსახურო. გონია რომ ეხა დაეჯახება, გატოტალდება ერთი, მაგრამ არა, ანუ იმდენად ახლოს და პროფესიონალურად მიყვებიან ერთმანეთს, აი ეს იწვევს სხვა ემოციას რა, აი არ არსებობს რომ არ გამოიწვიოს ემოცია, ოღონდ უნდა წარმოიდგინო ეხლა მან მაღალ ჩარეებზეა ხო ლაპარაკი. 160-ით უკონტროლო ავტომობილი, ერთი შეხედვით უკონტროლო, თუმცა თავიდან ბოლომდე კონტროლირებადია პილოტისთვის. აი სპორტზე რო გიждდებოდნენ, ვერ ხვდებოდი ფეხბურთი არ მიყვარს და მართლა ვერ ხვდებოდი ხოლმე რატო გიждდებიან. აი დრიფტში რომ მოვედი, მივხვდი რას ნიშნავს, როდესაც აზარტში გაგდებს კონკრეტული სპორტი და სულ გინდა რომ უყურო. ყველა ქვეყანა ატარებს ეროვნულ პირველობას, მათ შორის ყველაზე წარმატებულია D1 იაპონიაში, ფორმულა დრიფტ ამერიკაში, RDS რუსეთში და ჩვენთვის ყველაზე მიმზიდველი დრიფტ მასტერს ევროპის პირველობა, სადაც შარშან 20 ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა და ფინალი კი ვარშავაში, ცენტრალურ სტადიონზე 60,000 გულშემატკივრის წინაშე ჩატარდა. ამ მომენტისთვის ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ 2 ქართველ მრბოლელს აქვს მონაწილეობა მიღებული. GDS-ის 2023 წლის ჩემპიონს მევლოდ მელაძეს და საქართველოს 4 გზის ჩემპიონს ნოდო კოდუას.